მოგესალმებით, მე ვარ ეზი. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით Zoom-ის ფილიალში, რომელიც მდებარეობს თბილისის მოლში მესამე სართულზე, რომელიც მუშაობს ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Huawei S10P6-ზე. ეს არის Huawei-ის ერთ-ერთი უახლესი smartphone, რომელსაც აქვს საკმაოდ საინტერესო მონაცემები და ძალიან კარგი ფასი. ამ ყველაფერს ჩვენ ახლოდან ვნახავთ, ვიმოვიხილოთ მის შესაძლებლობებს და ფუნქციებს. ესე იგი, ვაგრძელებთ ჩვენ Huawei S10P6-ის მიმოხილვას. აღნიშნული ტელეფონი მუშაობს მეორე და მესამე თაობის ქსელებზე და იგი გამოვიდა 2013 წლის ივნისში. მისი წონა შეადგენს მხოლოდ 120 გრამს. იგი არის საკმაოდ მსუბუქი ტელეფონი და ასევე არის საკმაოდ თხელია, თავად ხედავთ როგორი თხელი ტელეფონი არის. დიზაინი არის საკმაოდ კარგი, თუმცა ოდნავ მოგვაგონებს iPhone-ების დიზაინს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური ბრენდის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ დაამზადა საკმაოდ ლამაზი და კარგი ტელეფონი. აღნიშნული ტელეფონის ეკრანი დამზადებული არის IPS+ LCD ტექნოლოგიებით, ხოლო ზომა არის 4.7 დიუმი, რაც შეეხება გაფართოებას, იგი არის HD, ანუ 1280x720 პიქსელზე, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე არის 312 პიქსელი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუიარაღებელი თვალით აღნიშნული ტელეფონის დისპლეიზე პიქსელების გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. რაც შეეხება ეკრანს, იგი არის დაცული Corning Gorilla Glass display-ით, ანუ ეს არის უკაცრავი ეკრანი. რაც შეეხება ხმას, მას აქვს Dolby Digital Plus sound, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონს აქვს მართლაც ძალიან კარგი ხმა სპიკერებში. რაც შეეხება მეხსიერებას, მას აქვს 8 GB მეხსიერება, ასევე არსებობს 16 GB-იანი ვერსიები, აქვს 2 GB RAM-ი და თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ აღნიშნული ტელეფონის მეხსიერება microSD ტიპის ბარათის დახმარებით, რომელიც თავსდება აქ. ასევე რაც შეეხება კორპუსის დიზაინის შემადგენელ ნაწილებს, აქ ხდება SIM ბარათის მოთავსება, აქ ხდება microSD ბარათის მოთავსება, ესე ხდება ხმის აწევა და დაწევა. აქ ხდება ტელეფონის ჩართვა, გამორთვა და ბლოკის დადება მოხსნა. ზევით აქვს micro USB პორტი. ხოლო უკან მას აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით, რომელსაც ასევე შეუძლია გადაიღოს HDR რეჟიმის ფოტოები, შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეოები 30 კადრით წამში. აქვს მეორე კამერა და თქვენ ალბათ შეიძლება გაგიგულდეთ, მაგრამ მეორე კამერა აქვს 5 მეგაპიქსელიანი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი სიახლე მათთვის, ვისაც უყვარს self-shot-ების ესე ვთქვათ გადაღება. კამერის ინტერფეისი გამოიყურება შემდეგნაირად, აქედან ხდება კამერის შემოწრება, აქედან ხდება განათების ჩართვა, გამორთვა, აქედან ხდება სხვადასხვა პარამეტრის შეცვლა და ასევე სხვადასხვა რეჟიმში გადახება, აქედან ხდება ვიდეოზე გადართვა. და თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ კამერიდან პირდაპირ შეხვიდეთ ტელეფონის გალერეაში. პრინციპში კამერაზე სულ ეს იყო, რაც შეეხება აღნიშნული ტელეფონის ოპერაციულ სისტემას, მასზე აყენია Android-ი, ეს არის 4.2.2, ეს არის Jelly Bean-ი, რომელიც იგეგმება რომ განახლდეს 4.4 ვერსიაზე, ანუ ეს არის KitKat-ზე, ანუ უახლეს ვერსიაზე. რაც შეეხება აღნიშნული ტელეფონის პროცესორს, მასში არ ხდება ესეთი ცნობილი ბრენდის, არამედ პირდაპირ Huawei თავისივე დამზადებული პროცესორი მოთავსა, ეს არის Huawei K3V2, ეს არის 4 ბირთვიანი პროცესორი, რომელიც დამზადებული არის აწყობილი არის ARM7 არქიტექტურაზე, სიხშირით 1.5 GHz, ხოლო რაც შეეხება ვიდეო წამკითხველს, მას აყენია Vivante GC4000, ეს არის ჩემთვის რა თქმა უნდა დღემდე უცნობი წარმოებელი ვიდეო წამკითხველების მწარმოებელი. რაც შეეხება ბრაუზერს, აღნიშნულ ტელეფონზე აყენია HTML5 ბრაუზერი. თავად ხედავთ ბრაუზერი როგორ გამოიყურება. აღნიშნულ ბრაუზერს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, მაგალითად ეს არის ბუკმარკებში დამატება, შეგვიძლია გავაზიაროთ ეს თუ ის გვერდი, შეგვიძლია ეს ვთქვათ მოვითხოვოთ request desktop site, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჩნდეს საიტი ისე როგორც ჩანს ჩვენს დესკტოპზე და ასე შემდეგ. ამასობაში ჩვენი ვებგვერდი გაიხსნა, Zoom-ის ვებგვერდი. ვებგვერდი გამოიყურება შემდეგნაირად, თუ გადმოტრელდება რა თქმა უნდა ჰორიზონტალურ რეჟიმში და პრინციპში ყველაზე პატარა ტექსტი გარჩევადია, ჩვეულებრივად იკითხება ქართული ტექსტი. რაც შეეხება აღნიშნული ტელეფონის ბატარეას, მასზე აყენია 2000 mAh-იანი ბატარეა, რომელიც მუშაობს დაახლოებით 14 საათს სამუშაო რეჟიმში და დაახლოებით 315 საათს loading-ის რეჟიმში. ტელეფონის ინტერფეისი კი გამოიყურება შემდეგნაირად, თუ დიდხანს დავუწევით რომელიმე გვერდზე გამოდის მენიუ, სადაც შეგვიძლია შევცვალოთ wallpaper-ი, დავამატოთ widget-ები და ასე შემდეგ. ზარების განხორციელება ხდება შემდეგნაირად.
აქვე გვაქვს ეს კი კონტაქტები, აი თავად ხედავთ კონტაქტები, მაშინ მას მე რაც თქვენ ძველ Google account-ს დააკავშირებთ, თუ მასზე გაქვთ backup-ი გაკეთებული კონტაქტების, რა თქმა უნდა, აღნიშნულ ტელეფონშიც გამოჩნდება კონტაქტები. მესიჯების განყოფილება გამოიყურება შემდეგნაირად, აი თავად ხედავთ ასევე კლავიატურა როგორ გამოიყურება, თუ გადმოვატრიალებთ კლავიატურა რა თქმა უნდა გადმოტრიალდება ჰორიზონტალურ რეჟიმში. 4.7 დიუმი საკმარისად მეტი არის იმისთვის, რომ ყველაზე რთული ტექსტიც კი უშეცდომოდ აკრიფოთ. აქ არის სხვადასხვა საინტერესო ვიჯეტი, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ აპლიკაციები დააჯგუფოთ ფოლდერების მიხედვით, აი თავად ხედავთ აქ tools, მაგალითად, სხვადასხვა აპლიკაცია მოყვება Huawei-ს, ასევე არის Google-ის აპლიკაციები ერთ ფოლდერში თავმოყრილი. პრინციპში დღესთვის სულ ეს იყო, ესე იგი ჩვენი სტუმარი იყო Huawei S&P6, ეს არის საკმაოდ ლამაზი smartphone-ი, ერთ-ერთი მე რასაც დავუწუნებდი, არ მომწონს მისი აიქონების დიზაინი, თუმცა თქვენში რა თქმა უნდა Android-ი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ დააყენოთ სხვადასხვა ტიპის ლანჩერები და მოირგოთ ეს ტელეფონი ისევე როგორც თქვენ გსურთ. დამატებით ასევე აღნიშნულ ტელეფონს აქვს FM რადიო, სამწუხაროდ მასზე არ არის NFC. პრინციპში სულ ეს იყო, თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს zoomer.gr და გაიგოთ უფრო მეტი. კარგად ბრძანდებოდეთ.